მარხვისადმი დაუდევარს ყოველი სიკეთე წონასწორობიდან გამოყავს. მდგრადი აღარ არის სიკეთე შენში. რა სიკეთე უნდა გქონდეს? ლოცვა უნდა გქონდეს, რწმენა სიკეთეა, ქველმოქმედება, მოყვასისადმი სიყვარული, თავდაბლობა და ასე შემდეგ. დისციპლინა მდგრადი არ არის, წონასწორობიდან გამოდის. რატომ გამოდის წონასწორობიდან? რადგან მარხვა ჩვენი ყოფიერების დასაწყისშივე, ადამიანი რო შეიქმნა, მაშინ ჩვენი ყოფიერების დასაწყისშივე მცნებად იყო მოცემული, პირველი მცნება. ძმებოდადები. პირველი მცნება, გესმით? ესეინება ღმერთმა. მოიხა ღმერთის მცნებას ჩაუტაროთ რევიზია. კი უტარებენ, ასაჭირო იყო იმ მცნების მიცემა, ხო იცოდა რომ ადამიანი დაეცემოდა, მოდი ამ მცნებას ნუ მისცემდა და იწყება ერთი ამბავი, შედალოცვილო. ერთი წუთის მერე რა გელის ეგარიცი. ერთი წუთის მერე შეიძლება ტრომბა დაგარტყას თუ რაღაცა და იქვე გაგათაოს. ეგარიცი. და შენ კაცობრიობის დასაბამში იქ რა მოხდა და რატომ მიეცა და ღმერთის განგებულებას აკრიტიკებ. ხედავ სადა ხარ, გესმით? აი ესეთი ადამიანი.